როცა ეროსი მანჯგალაძის პირად არქივში შევიდნენ, მის სამუშაო მაგიდაზე იპოვეს ძველი, ყვითელი კონვერტი, რომელზეც ხელით იყო ნაწერი, არასოდეს არ გახსნათ. ამ კონვერტში იყო 30 წლის განმავლობაში დამალული წერილი, რომელიც რამაზ ჩხიკვაძეს მიეწერა, მაგრამ არასოდეს გაიგზავნა. წერილში ეროსი წერდა: შენ იცოდი, რომ ლირი ჩემი იყო, შენ იცოდი, რომ ეს როლი ჩემთვის იყო დაწერილი ღმერთის ხელით, მაგრამ შენ აირჩიე შიში ჩემი ნიჭის წინაშე და არა მეგობრობა. ეს დოკუმენტი, რომელიც 90 წლების შუა პერიოდში დაიწერა, ავლენს ისეთ სიმწარეს და ისეთ ღრმად კივილს, რომელიც ქართული თეატრის ორ უდიდეს გენიოს შორის არსებობდა. რატომ დამალა ეროსიმ ეს წერილი? ვის ეშინოდა, რომ ეს სიმართლე გახდებოდა ცნობილი? და რა ფასი გადაიხადა ქართულმა თეატრმა ამ დუმილისთვის? ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძე, ორი სახელი, რომლებიც ქართული სცენის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული. მაგრამ ამ ორი გენიოსის ურთიერთობის უკან იმალებოდა ისეთი დრამა, ისეთი ტრაგედია, რომელიც შეიძლება შექსპირის ნებისმიერ პიესას გაუსწროს სიღრმით და სიმწარით. ეს არის ისტორია მეგობრობის ღალატზე, ნიჭის შურზე და იმ ფასზე, რომელიც ადამიანმა უნდა გადაიხადოს, როცა მისი ოცნება ხდება სხვისი ტრიუმფი. 90 წლების დასაწყისში, როცა რუსთაველის თეატრი ემზადებოდა ყველა დროის უდიდესი სპექტაკლის დასადგმელად, შექსპირის ლირის მეფის ორი მსახიობი იდგა ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივე მათგანი იყო უკვე აღიარებული ოსტატი, ორივეს ჰქონდა უფლება ამ როლზე, მაგრამ მხოლოდ ერთს შეეძლო გვირგვინის ტარება. ის, რაც მოხდა იმ დღეებში რუსთაველის თეატრის ბნელ კორიდორებში, იმ საუბრებში, რომლებიც ჩაიმალა დახურულ კარებს უკან და იმ გადაწყვეტილებებში, რომლებმაც ერთი ადამიანის ბედი შეცვალა სამუდამოდ, ეს ყველაფერი დარჩა საიდუმლოდ 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ დღეს, როცა ის თაობა, რომელმაც ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა, იწყებს საუბარს, როცა არქივები იხსნება და ძველი წერილები ხელში ჩაგვივარდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს იყო არა უბრალოდ კონკურენცია ორ მსახიობს შორის. ეს იყო ომი, რომელშიც იარაღი იყო ინტრიგა, ბრძოლის ველი იყო სცენა და მსხვერპლი იყო ერთი ადამიანის გული, რომელიც არასოდეს შეძლო იმის მიტევებას, რაც მას ჩამოართვეს. 1970-იანი წლების ბოლოს თბილისის თეატრალური სამყარო იყო მცირე, მაგრამ უაღრესად ძლიერი სამეფო, სადაც თითოეული როლი, თითოეული სპექტაკლი იყო არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ პოლიტიკა, ძალაუფლება და გავლენა. რუსთაველის თეატრი იყო ამ სამეფოს გული და ამ გულში ორი მსახიობი იბრძოდა უზენაესობისთვის. რამაზ ჩხიკვაძე იყო უკვე დამკვიდრებული ვარსკვლავი. მისი სახელი ყველას ეცნობოდა, მისი ხმა ავსებდა დარბაზებს და მისი თითოეული გამოსვლა იყო მოვლენა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, აღიარება, პატივისცემა, ძალაუფლება თეატრალურ წრეებში. მაგრამ რამას ჰქონდა რაღაც, რაც მას აწუხებდა ღამის სიჩუმეში. ის იცოდა, რომ არსებობდა კიდევ ერთი მსახიობი, რომლის ნიჭი შესაძლოა მეტი იყო, ვიდრე მისი. და ეს მსახიობი იყო ეროსი მანჯგალაძე. ეროსი იყო სხვა ტიპის ხელოვანი. თუ რამაზი იყო მზე, რომელიც ანათებდა სცენას თავისი ენერგიით და ქარიზმით, ეროსი იყო ღამე, ღრმა, საიდუმლო, სავსე ისეთი ემოციური სიღრმით, რომელიც ზოგჯერ საშიშიც კი იყო. მისი თამაში იყო არა შოუ, არამედ აღსარება, არა წარმოდგენა, არამედ სულის გახსნა. და ზუსტად ეს აშინებდა ბევრს. 1969 წელს, როცა ორივე მათგანი ითამაშა ტენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“, კრიტიკოსებმა დაწერეს, ეროსი მანჯგალაძე არის ის მსახიობი, რომელიც გაგაშინებს თავისი სიმართლით. მაგრამ ეს სიმართლე, ეს უნარი, რომ ადამიანის სული გაშიშვლებულად გამოეტანა სცენაზე, ზუსტად ის იყო, რაც მას ხდიდა საშიშს თეატრალური ელიტისთვის. როცა რუსთაველის თეატრის დირექტორმა გამოაცხადა, რომ ემზადებოდნენ ლირის მეფის დადგმას, ყველამ იცოდა, ეს იქნებოდა 10 წლეული სპექტაკლი. და ყველამ იცოდა, რომ ორი კანდიდატი იყო ლირის როლზე, რამაზი და ეროსი. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, არავინ ელოდა. მე ვხედავდი, როგორ ტიროდა ეროსი გრიმიორკაში, როცა გაიგო გადაწყვეტილება, ამბობს ნინო ქავთარაძე, რომელიც იმ დროს იყო რუსთაველის თეატრის გრიმიორი და რომელიც 80 წლის განმავლობაში პირველად ეთანხმა კამერის წინ დასჯდომას. მისი ხელები კვლავ კანკალებს, როცა იმ დღეს იხსენებს. ეს იყო 1974 წლის გაზაფხული და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა კულისებს უკან. ეროსი მოვიდა თეატრში დილის 9 საათზე, როგორც ყოველთვის, მაგრამ მისი სახე იყო ისეთი, თითქოს ღამით არ ეძინა. მან მკითხა: ნინო, შენ იცი რამე? და მე ვერ გავბედე სიმართლის თქმა. ნინო ჩერდება, სვამს წყალს და აგრძელებს. იმ დღეს, შუადღის 2 საათზე, დირექტორმა შეიკრიბა მთელი დასი და გამოაცხადა: ლირის მეფეს ითამაშებს რამაზ ჩხიკვაძე. ეროსი იდგა უკანა რიგში და მე ვნახე, როგორ გაშეშდა მისი სახე. ის არ ყვიროდა, არ პროტესტობდა, უბრალოდ დადგა და გავიდა.
მაგრამ როცა მე შევედი გრიმიორკაში ნახევარი საათის შემდეგ, ის იჯდა იქ სარკის წინ და ტიროდა. არა ხმამაღლა, არა ისტერიკულად, უბრალოდ ცრემლები მიედინებოდა მის სახეზე და ის იმეორებდა: ეს იყო ჩემი როლი, ეს იყო ჩემი ლირი. ეს მოწმობა, რომელიც 80 წლის განმავლობაში იყო დამალული, ხსნის კარს იმ საიდუმლო სამყაროსკენ, სადაც ორი გენიოსი იბრძოდა არა მხოლოდ როლისთვის, არამედ თავიანთი არსებობის აზრისთვის. მაგრამ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ვინ იდგა ამ არჩევანის უკან? და რა როლი ითამაშა ამ ისტორიაში ქართული თეატრის ლეგენდარული ფიგურები ვერიკო ანჯაფარიძე და მედია ჯაფარიძე? რუსთაველის თეატრში 1970-იან წლებში არსებობდა არაოფიციალური საბჭო ჯგუფი ძველი, გავლენიანი მსახიობებისა, რომლებიც წყვეტდნენ, ვინ მიიღებდა რა როლს, ვინ იქნებოდა ვარსკვლავი და ვინ დარჩებოდა ჩრდილში. ამ საბჭოს სათავეში იდგა ვერიკო ანჯაფარიძე, ქართული თეატრის დედოფალი, ქალი, რომლის სიტყვა იყო კანონი. ვერიკო უყვარდა რამაზი. ის ხედავდა მასში იდეალურ მსახიობს, ელეგანტურს, კონტროლირებადს, ისეთს, რომელიც არასოდეს გადააბიჯებდა ზღვარს. რამაზი იყო უსაფრთხო არჩევანი, პროგნოზირებადი გენიოსი. მაგრამ ეროსი იყო სხვა. ეროსი იყო ცეცხლი, რომელსაც არ შეეძლო კონტროლი, ის იყო ქარიშხალი, რომელიც შეეძლო სცენა დაენგრია, ან ზეცამდე აეწია. ვერიკო ეშინოდა ეროსისი, ამბობს გიორგი კავთარაძე, რეჟისორი, რომელიც იმ დროს იყო რუსთაველის თეატრის ასისტენტი. ის ხედავდა მის ნიჭს, მაგრამ ასევე ხედავდა, რომ ეროსი არ იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის მოხვევა თეატრალური პოლიტიკის წესებისთვის. ეროსი თამაშობდა სიმართლეს, არა როლს, და ეს აშინებდა მათ, ვინც აკონტროლებდა თეატრს. 1974 წლის თებერვალში ვერიკომ შეიკრიბა თავისი საბჭო რამდენიმე გავლენიანი მსახიობი და რეჟისორი და მათ ჩატარდათ დახურული შეხვედრა. იმ შეხვედრაზე წყაროების თანახმად ვერიკომ თქვა, რამაზი უნდა იყოს ლირი. ეროსი ძალიან მუქია, ძალიან ტრაგიკულია. ის დაღუპავს სპექტაკლს თავისი სიღრმით. ხალხს სჭირდება სილამაზე, არა სიბნელე. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, მედია ჯაფარიძე, კიდევ ერთი ლეგენდა ქართული სცენისა. მედია ხედავდა ეროსის ნიჭს და ჩუმად უჭერდა მას მხარს. მაგრამ მედია იყო ქალი, რომელიც არასოდეს ლაპარაკობდა ხმამაღლა, რომელიც თავის ბრძოლებს აწარმოებდა ჩუმად კულისებში. მედია მოვიდა ჩემთან ერთხელ იხსენებს ნინო ქავთარაძე და მითხრა: ნინო, ეროსი არის ნამდვილი ლირი. რამაზი ითამაშებს მეფეს, მაგრამ ეროსი იქნება მეფე. მაგრამ მედიამ არ შეძლო ვერიკოს წინააღმდეგ დგომა. არავის შეეძლო. და ასე 1974 წლის მარტში გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რამაზ ჩხიკვაძე იქნებოდა ლირის მეფე. ეროსი მანჯგალაძე დარჩებოდა ჩრდილში, მისი ოცნება ჩამორთმეული, მისი გული გატეხილი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ომისა, რომელიც გაგრძელდებოდა 10 წლეულების განმავლობაში. რადგან ეროსი არ იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უბრალოდ მიეღო დამარცხება და წასულიყო. ის იყო მეომარი და მისი იარაღი იყო მისი ხელოვნება. 1974 წლის გაზაფხულიდან ეროსი მანჯგალაძე შეიცვალა. მისი კოლეგები ამბობდნენ, რომ მან დაკარგა რაღაც, არა ნიჭი, არა უნარი, არამედ რაღაც უფრო ღრმა. ის დაკარგა რწმენა. ის მოდიოდა რეპეტიციებზე, იხსენებს თამარა ლავიძე, მსახიობი, რომელიც იმ დროს თამაშობდა რუსთაველში, მაგრამ ის აღარ იყო იგივე ეროსი. ის ასრულებდა თავის როლებს შესანიშნავად, როგორც ყოველთვის, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც ცარიელი. თითქოს მისი სული წასულიყო სადღაც შორს. მაგრამ ეროსი არ ჩუმობდა. ის იბრძოდა თავისი გზით, ხელოვნებით. 1975 წელს მან ითამაშა ჰამლეტი და ეს იყო ისეთი წარმოდგენა, რომელმაც მთელი თბილისი შეაშფოთა. კრიტიკოსებმა დაწერეს: ეს არის არა ჰამლეტი, ეს არის ადამიანის სულის ავტოპორტრეტი, რომელიც იბრძვის უსამართლობასთან. ყველამ იცოდა, რომ ეროსი თამაშობდა არა ჰამლეტს, არამედ საკუთარ თავს, ადამიანს, რომელსაც ჩამოართვეს ის, რაც მისი იყო და რომელიც ეძებდა გზას, როგორ გაეგო ამ ღალატის აზრი. რამაზ ჩხიკვაძე იყო იმ წარმოდგენაზე. ის იჯდა პირველ რიგში და როცა ეროსიმ თქვა ჰამლეტის ცნობილი ფრაზა, იყო თუ არა, ეს არის კითხვა, რამაზმა დახარა თავი. მოწმეების თანახმად მან თქვა თავის მეზობელს: ის თამაშობს ჩემთვის. ის მაჩვენებს, რომ მე ვარ კლაუდიუსი. და შესაძლოა, რამაზი მართალი იყო. რადგან ეროსი არ აპირებდა მიტევებას. ის აპირებდა ბრძოლას და ეს ბრძოლა გაგრძელდებოდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ რა ფასი გადაიხადა ეროსიმ ამ ბრძოლისთვის?
როგორ შეეძლო ადამიანს ცხოვრება ასე დიდი ტკივილით გულში? და რა მოხდა? როცა 1985 წელს ეროსიმ გადაწყვიტა დაეწერა თავისი მემუარები და მთელ სამყაროს ეთქვა სიმართლე. 1985 წელი. ეროსი მანჯგალაძე ზის თავის სახლში, თბილისის ძველ უბანში დაწერს. მისი ხელები კანკალებს არა ასაკის გამო, მას მხოლოდ 50 წელია, არამედ იმ ემოციების გამო, რომლებიც მას უნდა გადმოსცეს ქაღალდზე. ის წერს თავის მემუარებს და ამ მემუარების ერთ-ერთი თავი ეძღვნება ლირის მეფის ისტორიას. და იქ, იმ გვერდებზე ის წერს სიტყვებს, რომლებიც შეძრწუნებს მთელ ქართულ თეატრალურ სამყაროს, რამაც ჩხიკვაძე ეშინოდა ჩემი ლირისი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ჩრდილისა. ის იცოდა, რომ თუ მე ვითამაშებდი ლირს, მისი ლირი დაივიწყებოდა. და ის არ შეეძლო ამის დაშვება. ეს სიტყვები, როცა წიგნი გამოქვეყნდება, გახდება ბომბი. რამაზი უარყოფს ყველაფერს ვერიკო ანჯაფარიძე დაგმობს ეროსის უმადურობას, მაგრამ მედია ჯაფარიძე დაჩუნდება და მისი დუმილი იქნება ყველაზე ხმამაღალი პასუხი. მაგრამ რატომ გადაწყვიტა ეროსიმ ამ სიმართლის თქმა ახლა, 30 წლის შემდეგ? რა მოხდა იმ 10 წლეულების განმავლობაში, რომ მან ვერ შეძლო ამ ტკივილის მიტევება? და რა იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ რამაზ ჩხიკვაძემ მიიღო ის როლი, რომელიც შესაძლოა ნამდვილად ეროსისთვის იყო განკუთვნილი? პასუხები ამ კითხვებზე გახსნის კარს ისეთი ინტრიგებისა და ისეთი ღალატის სამყაროსკენ, რომელიც აჩვენებს, ქართული თეატრის ოქროს ხანა იყო არა მხოლოდ ხელოვნების ტრიუმფი, არამედ ადამიანური ვნებების, შურის და გატეხილი გულების ველიც. და ეს ისტორია ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. თბილისის ცენტრში, ძველ სახლში, რომელიც დღეს აღარ არსებობს, 1974 წლის იანვარში შეიკრიბნენ 6 ადამიანი. ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, არ იყო დაფიქსირებული არც ერთ დოკუმენტში, მაგრამ ზუსტად იქ, იმ ოთახში, სადაც კედლებზე ეკიდა ძველი ქართული ხალიჩები და მაგიდაზე იდგა ქინძმარაულის ღვინო, გადაწყდა ეროსი მანჯგალაძის ბედი. ამ შეხვედრაზე იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, რუსთაველის თეატრის დირექტორი ალექსანდრე ცუცუნავა, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, 2 გავლენიანი რეჟისორი და 1 ადამიანი, რომლის სახელიც არასოდეს გახმაურებულა ამ ისტორიაში, ოთარ მეგვინეთუხუცესი, პარტიის ადგილობრივი მდივანი, რომელსაც ჰქონდა უფლება, ერთი სიტყვით შეეცვალა ნებისმიერი თეატრალური გადაწყვეტილება. ის შეხვედრა გაგრძელდა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ამბობს ელენე ხუციშვილი, რომელიც იმ დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში და რომელმაც შემთხვევით გაიგო ამ საიდუმლო შეკრების შესახებ. ჩვენ უმცროსმა თანამშრომლებმა ვიცოდით, რომ როცა ასეთი ადამიანები იკრიბებიან ერთად, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დიდი ხდება. მაგრამ არავინ გვიამბობდა რას. მხოლოდ მეორე დღეს, როცა დირექტორმა გამოაცხადა, რომ ლირს ითამაშებს რამაზი, ჩვენ მივხვდით, გუშინ გადაწყდა ყველაფერი. იმ შეხვედრაზე წყაროების თანახმად ვერიკო ანჯაფარიძემ თქვა, ეროსი მანჯგალაძე არის უდიდესი ნიჭი, მაგრამ ის არის ასევე საშიშროება. მისი ლირი იქნება ისეთი ტრაგიკული, ისეთი მძიმე, რომ ხალხი გავა თეატრიდან დეპრესიაში. ჩვენ გვჭირდება ლირი, რომელიც აჩვენებს სიდიადეს, არა სიბნელეს. და ეს არის რამაზი. ოთარ მეგვინეთუხუცესმა, რომელიც იჯდა მაგიდის თავში და ისმენდა ყველას, საბოლოოდ თქვა, თუ ვერიკო ამბობს, რომ რამაზი უნდა იყოს ლირი, მაშინ ასე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია რისკი ავიღოთ ექსპერიმენტებით. ეს იყო განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნა არა სცენაზე, არა რეპეტიციების დარბაზში, არამედ დახურულ ოთახში, სადაც ძალაუფლება იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნიჭი. და ეროსი მანჯგალაძე, რომელიც იმ დროს არაფერი იცოდა ამ შეხვედრის შესახებ, აგრძელებდა მზადებას ლირის როლისთვის, არ იცოდა, რომ მისი ბედი უკვე იყო გადაწყვეტილი. მაგრამ როგორ გაიგო ეროსიმ ამ საიდუმლო შეთქმულების შესახებ? ვინ უამბო მას სიმართლე? და რატომ გადაწყვიტა მან, რომ არ უნდა ებრძოლა ამ გადაწყვეტილებას ღიად, არამედ ჩუმად, წლების განმავლობაში, თავისი ხელოვნებით? ეროსი მანჯგალაძე ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა თავისი შინაგანი სამყაროთი და ეს სამყარო იყო ისეთი ინტენსიური, ისეთი სავსე ემოციებით, რომ ზოგჯერ ის გადმოდიოდა რეალობაში უცნაური, თითქმის შოკისმომგვრელი ფორმით. მისი კოლეგები იხსენებენ, რომ 1975 წლიდან ლირის ინციდენტის შემდეგ ეროსი შეიძინა უცნაური ჩვევა, ის ყოველთვის ატარებდა თავის ჩანთაში პატარა ნოტბუქს, სადაც წერდა ფრაზებს, რომლებსაც ის უწოდებდა ჩემი ლირის მონოლოგები. ის შეეძლო შუა რეპეტიციაზე გაჩერებულიყო, იხსენებს სოფიკო ჭიაურელი, რომელიც იმ დროს თამაშობდა რუსთაველში და ამოიღებდა ამ ნოტბუქს და წერდა რაღაცას. როცა ვეკითხებოდით, რას წერდა, ის ამბობდა, ეს არის ჩემი ლირი, ის ლირი, რომელსაც არასოდეს ვერ ვითამაშებ სცენაზე, მაგრამ რომელიც ცოცხლობს ჩემში. ეს იყო მტკივნეული, რადგან ჩვენ ყველამ ვიცოდით, რა ტკივილი იყო ამ სიტყვების უკან. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი უცნაური ქცევა.
ეროსი ასევე დაიწყო ისეთი რამის კეთება, რაც შეაშფოთებდა მის უახლოეს ადამიანებს. ის დადიოდა თბილისის ქუჩებში ღამით, მარტო და ლაპარაკობდა საკუთარ თავთან. მეზობლები ხედავდნენ მას, როგორ დადიოდა რუსთაველის გამზირზე 2 საათზე ღამით და დეკლამირებდა შექსპირის მონოლოგებს ცარიელი ქუჩებისთვის. ერთხელ მე შევხვდი მას ღამის 3 საათზე, ამბობს გიორგი დანელია, რეჟისორი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა რუსთაველის გამზირზე. ის იდგა თეატრის შენობის წინ და ლაპარაკობდა ცარიელ სცენასთან, თითქოს იქ ვიღაც იყო. მე მივუახლოვდი და ვკითხე, ეროსი, შენ კარგად ხარ? და მან მითხრა, მე ვესაუბრები ლირს. ის მიყვება ყველგან, ის მეუბნება, რომ მე უნდა მეთამაშა ის. ეს იყო საშინელი, რადგან მე ვხედავდი, რომ ეს არ იყო თამაში, ის ნამდვილად სჯეროდა ამის. თეატრალურ წრეებში დაიწყო ჩურჩული. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეროსი კარგავდა გონებას, სხვები ამბობდნენ, რომ ის უბრალოდ ვერ შეეგუა იმ უსამართლობას, რაც მას მოუვიდა. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ეროსის ეს შეშლილობა იყო არა სისუსტე, არამედ მისი გენიალურობის ნაწილი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ხელოვნებით ისე ღრმად, რომ ზღვარი რეალობასა და როლს შორის ხშირად ქრებოდა. და ზუსტად ეს აშინებდა ვერიკო ანჯაფარიძეს და მის წრეს. რადგან ისინი იცოდნენ, ეროსი არ იყო მსახიობი, რომელსაც შეეძლო კონტროლი. ის იყო ძალა, რომელიც შეეძლო ყველაფრის დანგრევა ან შექმნა, მაგრამ არასოდეს მორჩილება. 1976 წელი. ეროსი მანჯგალაძე ჯერ კიდევ მუშაობს რუსთაველის თეატრში, მაგრამ მისი პოზიცია შეცვლილია. ის აღარ არის კანდიდატი მთავარ როლებზე, ის არის მეორე პლანის მსახიობი, როგორც ოფიციალურად უწოდებენ მას. მაგრამ ეროსი აგრძელებს თამაშს, აგრძელებს იმედს, რომ ერთ დღეს მაინც მოვა მისი დრო. და მაშინ ხდება რაღაც, რაც საბოლოოდ ანგრევს მის რწმენას არა მხოლოდ თეატრში, არამედ ადამიანებში. მისი უახლოესი მეგობარი, კოტე მახარაძე, მსახიობი, რომელთანაც ეროსი იზიარებდა ყველაფერს, რომელსაც ის თვლიდა ძმად, ღალატობს მას. კოტე მახარაძე იყო ადამიანი, რომელსაც ეროსი ენდობოდა უსიტყვოდ, ამბობს ნათელა ლომიძე, რომელიც იმ დროს იყო რუსთაველის თეატრის კოსტიუმერი. ისინი ერთად სწავლობდნენ, ერთად იზრდებოდნენ როგორც მსახიობები და ეროსი უზიარებდა კოტეს ყველაფერს, თავის ოცნებებს, თავის ტკივილს, თავის გეგმებს. მაგრამ კოტე იყო ასევე ამბიციური და როცა მას შესთავაზეს მთავარი როლი ახალ სპექტაკლში, ის არჩევანის წინაშე დადგა, ერთგულება ეროსისადმი თუ საკუთარი კარიერა. 1976 წლის ოქტომბერში რუსთაველის თეატრი ემზადებოდა ახალი სპექტაკლის დასადგმელად, ანტონ ჩეხოვის ივანოვი. ორი კანდიდატი იყო მთავარ როლზე, ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე. ეროსი იყო დარწმუნებული, რომ ამჯერად მას მისცემდნენ შანსს, რადგან ივანოვი იყო როლი, რომელიც შესანიშნავად ეწყობოდა მის ტრაგიკულ სტილს. მაგრამ კოტე მახარაძემ გააკეთა რაღაც, რაც ეროსი არასოდეს ელოდა. ის წავიდა პირდაპირ ვერიკო ანჯაფარიძესთან და უთხრა მას, ვერიკო, მე მჯერა, რომ ეროსი ძალიან არასტაბილურია ამ როლისთვის. მე ვიცი, რომ ის ნიჭიერია, მაგრამ ის ვერ გაუძლებს ამ როლის ფსიქოლოგიურ დატვირთვას. მე შემიძლია ვითამაშო ივანოვი უფრო კონტროლირებულად, უფრო უსაფრთხოდ. ეს იყო ღალატი, ამბობს ნათელა ლომიძე. კოტემ გამოიყენა ეროსის სისუსტე, მისი ემოციური ინტენსივობა, როგორც იარაღი მის წინააღმდეგ. და ვერიკომ მოისმინა. მან მისცა როლი კოტეს. როცა ეროსიმ გაიგო ეს, ის არ ყვიროდა, არ პროტესტობდა. ის უბრალოდ წავიდა კოტესთან და უთხრა, შენ იყავი ჩემი ძმა და შენ მომყიდე ერთი როლისთვის. ახლა შენ გაქვს ივანოვი, მაგრამ შენ დაკარგე ჩემი პატივისცემა სამუდამოდ. და მას შემდეგ ეროსი და კოტე აღარასოდეს ისაუბრეს ერთმანეთთან. ეს ინციდენტი იყო კიდევ ერთი დარტყმა ეროსის გულისთვის, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თეატრალურ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობდა, არ არსებობდა ადგილი ნამდვილი მეგობრობისთვის, მხოლოდ კონკურენციისთვის, ინტრიგებისთვის და ღალატისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ აძლიერებდა ეროსის გადაწყვეტილებას. ერთ დღეს, როდესაც მოვა დრო, ის დაწერდა ყველაფერს, ის გაამხელდა ყველა სიმართლეს და მთელი სამყარო გაიგებდა, რა ფასი გადაიხადა მან თავისი ხელოვნებისთვის. 1979 წელს ეროსის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ნინო ქიქოძე, ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა ჟურნალ თეატრში და რომელიც იყო ცნობილი თავისი მკვეთრი, პროვოკაციული სტატიებით. ნინო იყო ქალი, რომელიც არ ეშინოდა სიმართლის თქმის, რომელიც არ ითვალისწინებდა თეატრალური ელიტის წესებს და რომელიც ხედავდა ეროსი მანჯგალაძეში არა დამარცხებულ მსახიობს, არამედ გმირს, რომელიც იბრძოდა სისტემასთან. ნინო მოვიდა ჩემთან პირველად 1979 წლის გაზაფხულზე, წერს ეროსი თავის მემუარებში.
ის მითხრა, მე მინდა დავწერო სტატია თქვენზე, მაგრამ არა ისეთი სტატია, როგორიც ყველა წერს, არა ქებები და ცარიელი სიტყვები. მე მინდა დავწერო სიმართლე. მე მინდა ვუთხრა ხალხს, რა ხდება ამ თეატრში, როგორ ანგრევენ ნიჭიერ ადამიანებს. და მე დავეთანხმე, რადგან პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც არ ეშინოდა. ნინო ქიქოძე გახდა ეროსის მოკავშირე, მისი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა მაშინ, როცა თავად ეროსი ჩუმობდა. ის დაწერა სერია სტატიებს, სადაც აკრიტიკებდა რუსთაველის თეატრის კლანურ სისტემას, სადაც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ნიჭი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო კავშირები, ძალაუფლება და მზადყოფნა, რომ ეთამაშე თამაში, რომელსაც სხვები აწესებდნენ. ნინოს სტატიებმა გააღიზიანა მთელი თეატრალური ელიტა, იხსენებს ელენე ხუციშვილი. ვერიკო ანჯაფარიძე მოითხოვდა, რომ ჟურნალი დაეხურა, რამას ჩხიკვაძე უწოდებდა ნინოს პროვოკატორს, მაგრამ ნინო არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა წერას და ეროსი აგრძელებდა მისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მაგრამ ნინო იყო არა მხოლოდ ჟურნალისტი. ის იყო ასევე ქალი, რომელიც შეუყვარდა ეროსის და ეროსი შეუყვარდა მას. მათი ურთიერთობა იყო საიდუმლო, რადგან ნინო იყო დაქორწინებული და ეროსი იცოდა, რომ თუ ეს ურთიერთობა გახდებოდა ცნობილი, ეს გამოიყენებოდა მის წინააღმდეგ. ისინი ხვდებოდნენ ეროსის სახლში გვიან ღამით, ამბობს ნათელა ლომიძე, რომელიც იყო ეროსის მეზობელი. მე ვხედავდი, როგორ მოდიოდა ნინო, როგორ რჩებოდა იქ საათობით და როგორ გადიოდა გამთენიისას. ისინი არ იყვნენ უბრალოდ შეყვარებულები, ისინი იყვნენ მოკავშირეები, რომლებიც ერთად იბრძოდნენ ერთი მიზნისთვის, სიმართლის გამოსაცხადებლად. მაგრამ ეს ურთიერთობა ასევე იყო საშიშო. რადგან ნინო აბიძგებდა ეროსის, რომ ემოქმედა უფრო რადიკალურად, რომ არ ჩუმობდა, რომ ებრძოლა ღიად. და ეროსი, რომელიც იყო დაღლილი წლების ბრძოლით, ზოგჯერ ფიქრობდა, შეიძლება ნინო მართალი იყოს, შეიძლება დროა, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა. მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ის ამას გააკეთებდა? რა ფასი გადაიხდიდა ის, თუ გადაწყვეტდა, რომ საბოლოოდ გაეღო პირი და ეთქვა მთელ სამყაროს ის, რაც ათწლეულების განმავლობაში ინახავდა გულში. 1970 წლის დეკემბერი. რუსთაველის თეატრში იმართება საახალწლო საღამო ღონისძიება, სადაც იკრიბება მთელი თეატრალური ელიტა, სადაც დგება სუფრა, სადაც ლაპარაკობენ წარმატებებზე და გეგმებზე. ეროსი მანჯგალაძე ასევე არის იქ, მაგრამ ის იდგა კუთხეში, მარტო ჩიქა ღვინით ხელში. და მაშინ ხდება ინციდენტი, რომელიც შევა ქართული თეატრის ისტორიაში როგორც საახალწლო სკანდალი. რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც იმ საღამოს იყო ღონისძიების ვარსკვლავი, რადგან მისი ლირის მეფე ახლახან მიიღო სახელმწიფო პრემია, დგება და აცხადებს სადღეგრძელოს. ის საუბრობს თეატრზე, ხელოვნებაზე და შემდეგ ამბობს, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიჯერა, ვინც მომცა შანსი, რომ ვითამაშო ლირი როლი, რომელიც იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოწვევა და უდიდესი ტრიუმფი. ეროსი, რომელიც ისმენს ამ სიტყვებს, გრძნობს, როგორ იწყება რაღაც მის შიგნით, რაღაც, რაც ის აკონტროლებდა წლების განმავლობაში, რაღაც, რაც ის ინახავდა ღრმად. და უეცრად ის დგება და ხმამაღლა ამბობს, რამას, შენ იცი, რომ ეს როლი არ იყო შენი. შენ იცი, რომ ეს როლი იყო ჩემი. დარბაზი ჩუმდება. ყველა უყურებს ეროსის. რამაზი ჩერდება, მისი სახე ფერმკრთალდება და ის ამბობს, ეროსი, შენ ხარ მთვრალი. და ჯექი. მაგრამ ეროსი არ ჯდება. ის აგრძელებს, მე არ ვარ მთვრალი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც 6 წელი ჩუმობდა, მაგრამ ახლა მე მინდა ვთქვა სიმართლე. შენ მოიპარე ჩემი როლი, რამაზ. შენ და ვერიკო და ყველა, ვინც იჯდა იმ ოთახში და გადაწყვიტა, რომ მე არ ვიყავი უსაფრთხოი არჩევანი. ვერიკო ანჯაფარიძე დგება და ყვირის, ეროსი, შენ ცდები. შენ არ იცი, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ ეროსი უკვე არ ჩერდება. ის ამბობს, მე ვიცი ზუსტად, რაზე ვლაპარაკობ. მე ვიცი, რომ ამ თეატრში არ არის ადგილი ნამდვილი ნიჭისთვის, თუ ეს ნიჭი არ არის მორჩილი. მე ვიცი, რომ აქ არის მხოლოდ ადგილი მათთვის, ვინც თამაშობს თქვენს თამაშს. და შემდეგ ის აყრის ჩიქას იატაკზე, ის იშლება 1000 ნამსხვრევად და ეროსი გადის დარბაზიდან. ეს იყო მომენტი, როცა ყველაფერი შეიცვალა, ამბობს სოფიკო ჭიაურელი. მას შემდეგ ეროსი გახდა პერსონა ნონ გრატა რუსთაველის თეატრში. მას აღარ აძლევდნენ როლებს, მას აღარ იწვევდნენ რეპეტიციებზე. ის გახდა მოჩვენება, რომელიც დადიოდა კორიდორებში, მაგრამ რომელსაც აღარავინ ხედავდა. მაგრამ ეროსი არ ინანებდა. რადგან ის თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. ის გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. და ახლა ის იცოდა, მისი ბრძოლა მხოლოდ იწყებოდა. 1971 წელი. ეროსი მანჯგალაძე ტოვებს რუსთაველის თეატრს.
ოფიციალურად ეს არის ნებაყოფლობითი გადადგომა, მაგრამ ყველა მიცის სიმართლე, მას აიძულეს წასვლა. ის მიდის მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მას იღებენ, მაგრამ სადაც ის არასოდეს მიიღებს იმ როლებს, რომლებსაც ის იმსახურებს. ის გახდება კარგი მსახიობი, მაგრამ არასოდეს დიდი მსახიობი. მაგრამ ეროსი აგრძელებს წერას თავის ნოტბუქში. ის აგრძელებს თავისი ლირის მონოლოგების შექმნას. და ის იცის, ერთ დღეს ეს ყველაფერი გახდება წიგნი და მთელი სამყარო გაიგებს, რა ფასი გადაიხადა ერთმა ადამიანმა, რომელიც უარი თქვა მორჩილებაზე. მაგრამ რა მოხდება, როცა ეს წიგნი გამოვა? როგორ შეეცვლება ქართული თეატრის ისტორია, როცა ეროსის სიმართლე გახდება ცნობილი? და რა იქნება რამაზ ჩხიკვაძის პასუხი, როცა ის წაიკითხავს იმ სიტყვებს, რომლებიც ეროსიმ დაწერა მის შესახებ? პასუხები ამ კითხვებზე ელოდება წინ, იმ თავებში, სადაც ჩვენ ვნახავთ, როგორ გრძელდება ეს ომი, როგორ იბრძვიან ორი გენიოსი არა სცენაზე, არამედ ისტორიაში, მეხსიერებაში და იმ ადამიანების კულებში, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, ვინ იყო ნამდვილი ლირი, ის, ვინც ითამაშა როლი, თუ ის, ვინც იცხოვრა იგი. და ეს ისტორია ჯერ კიდევ შორს არის თავისი დასასრულისგან. თბილისის ძველ უბანში, ვერას რაიონში იდგა პატარა სახლი ნომერ 14, რომელსაც ადგილობრივები უწოდებდნენ ჩრდილოვან სახლს, რადგან მისი ფანჯრები ყოველთვის იყო დახურული მძიმე ფარდებით და არავინ იცოდა, ვინ ცხოვრობდა იქ. მაგრამ 1972 წლიდან ეს სახლი გახდა ეროსი მანჯგალაძის საიდუმლო თავშესაფარი, ადგილი, სადაც ის არ იყო მსახიობი, არ იყო საზოგადოების ადამიანი, არამედ უბრალოდ ეროსი, ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეგო, რა დარჩა მისი ცხოვრებიდან. ამ სახლის კედლებზე ეკიდა ასობით ფოტო, არა მისი ტრიუმფების, არამედ მისი წარსულის იმ დროის, როცა ის ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ნიჭი იყო საკმარისი. იატაკზე იყო გაფანტული ნოტბუქები, სავსე ხელნაწერი ტექსტებით, რომლებიც იყო მისი ჩრდილოვანი სპექტაკლების ის როლები, რომლებიც მას არასოდეს მისცეს შესაძლებლობა ითამაშოს სცენაზე, მაგრამ რომლებიც ის თამაშობდა აქ, ამ ოთახში, საკუთარი თავისთვის. ცარიელის კამებისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ იმ აუდიტორიას, რომელიც არასოდეს მოვიდოდა. მე ერთხელ შევედი იმ სახლში, ამბობს ლალი ბადურაშვილი, რომელიც იმ დროს იყო მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი და რომელიც შემთხვევით გაიცნო ეროსი ერთ-ერთ რეპეტიციაზე. ეს იყო 1973 წლის შემოდგომა და ეროსიმ მიპატიჟა ჩაის დასალევად. როცა შევედი, მე ვიფიქრე, რომ შევედი თეატრალურ მუზეუმში, მაგრამ უცნაურ მუზეუმში, სადაც ყველაფერი იყო არეული, ქაოტური, თითქოს ვიღაც ეძებდა რაღაცას და ვერ პოულობდა. ეროსი მიმიყვანა პატარა ოთახში, სადაც იდგა ძველი სარკე და მითხრა, აქ მე ვარ ნამდვილი. აქ მე ვითამაშ ყველა იმ როლს, რომელიც მე ჩამართვეს. და შემდეგ ის დაიწყო დეკლამირება, ის თამაშობდა ლირს, არა რამაზის ვერსიას, არამედ თავის ვერსიას, და ეს იყო ისეთი ძლიერი, ისეთი შემზარავი, რომ მე ვიგრძენი, როგორ მიდიოდა ცივი ზურგზე. ამ საიდუმლო სახლში ეროსი ატარებდა თავის ღამეებს, აქ ის წერდა თავის მემუარებს, აქ ის ინახავდა ყველა იმ წერილს, რომელიც მას მიუწერია რამაზ ჩხიკვაძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, კოტე მახარაძეს, მაგრამ არასოდეს გაუგზავნია. ეს იყო მისი პარალელური სამყარო, სადაც ის იყო არა მარცხი, არამედ მეფე, სადაც ის იყო არა დავიწყებული მსახიობი, არამედ გენიოსი, რომელსაც უბრალოდ არ მისცეს შანსი. მაგრამ ეს სამყარო იყო ასევე მისი ციხე, რადგან რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ის იქ, მით უფრო ნაკლებად შეეძლო დაბრუნება რეალობაში, სადაც ის იყო მხოლოდ კარგი მსახიობი, არა დიდი. და ზუსტად ამ სახლში 1974 წლის ზამთარში ეროსიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს, ის დაწერდა წიგნს, რომელიც ეწოდებოდა ჩრდილოვანი ლირი და ამ წიგნში ის გაამხელდა ყველა სიმართლეს, ყველა საიდუმლოებას, ყველა ღალატს, რომელიც მან განიცადა. მაგრამ ვის ეშინოდა ამ წიგნის გამოქვეყნებისა? და რა ფასი გადაიხდიდა ეროსი, თუ ის გადაწყვეტდა, რომ ეს სიმართლე გახდებოდა საჯარო? 1975 წლიდან ეროსი მანჯგალაძის ქცევა იწყებს შეშფოთების გამოწვევას არა მხოლოდ მის კოლეგებში, არამედ მის ახლობლებშიც. ის იწყებს ისეთი რამის ხედვას, რაც არ არსებობს, ის ამბობს, რომ ხედავს რამაზ ჩხიკვაძეს თეატრის კორიდორებში, როცა რამაზი სინამდვილეში არ არის იქ, ის ამბობს, რომ ისმენს ვერიკო ანჯაფარიძის ხმას, რომელიც ეუბნება, შენ არასოდეს იქნები ლირი, თუნდაც ის იყოს მარტო თავის სახლში. ეროსი იწყებს ფიქრს, რომ მას აკვირდებიან, იხსენებს ლალი ბადურაშვილი. ის ამბობდა, რომ თეატრში არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ მის ყოველ ნაბიჯს, რომლებიც ისმენენ მის საუბრებს, რომლებიც აფიქსირებენ ყველაფერს, რასაც ის ამბობს. ერთხელ რეპეტიციის შემდეგ ის მიმიყვანა კუთხეში და ჩუმად მითხრა, ლალი, შენ ხედავ იმ ადამიანს იქ კუთხეში. ის არის ვერიკოს ადამიანი, ის აფიქსირებს ყველაფერს. მაგრამ იქ არავინ იყო მხოლოდ ცარიელის კამი.
მისი ახლობლები ცდილობენ დახმარებას, ცდილობენ მას უთხრან, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ მის წარმოსახვაში, მაგრამ ეროსი არ ისმენს. ის სჯერა, რომ ის იცის სიმართლე, რომ ის ხედავს იმას, რასაც სხვები არ ხედავენ. და ეს რწმენა ხდება უფრო და უფრო ძლიერი, რაც უფრო მეტად ცდილობენ მას დაარწმუნონ საწინააღმდეგოში. 1966 წლის გაზაფხულზე ეროსი იწყებს ისეთი რამის კეთებას, რაც საბოლოოდ აშფოთებს მთელ თეატრალურ საზოგადოებას. ის იწყებს თავისი ჩრდილოვანი სპექტაკლების ჩატარებას თავის საიდუმლო სახლში და ის იწვევს იქ ადამიანებს, არა მსახიობებს, არა რეჟისორებს, არამედ უბრალო ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მის უბანში, რომლებიც არასოდეს ყოფილან თეატრში. ის გამოდიოდა ქუჩაში და ეუბნებოდა ადამიანებს, მოდით ჩემთან, მე გაჩვენებთ ნამდვილ ლირს, ამბობს ნინო გოგოლაძე, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა იმავე ქუჩაზე. და ზოგიერთი მიდიოდა უფრო ცნობის მოყვარეობით, ვიდრე რწმენით. ისინი შედიოდნენ მის სახლში, ის აყენებდა მათ სკამებზე და შემდეგ ის თამაშობდა ლირს, ჰამლეტს, ოთელოს, ყველა იმ როლს, რომელიც მას არასოდეს მისცეს. და ეს იყო ერთდროულად გენიალური და საშინელი, რადგან ჩვენ ვხედავდით ადამიანს, რომელიც იყო ისეთი ნიჭიერი, მაგრამ ასევე ისეთი დაკარგული. ეს ჩრდილოვანი სპექტაკლები გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაცია არ გაიგებს ამის შესახებ და არ მოითხოვს ეროსისგან ახსნა განმარტებას. ეროსი უპასუხებს, მე ვაკეთებ იმას, რასაც თქვენ არ გაბედავთ, მე ვაჩვენებ ხალხს ნამდვილ თეატრს, არა იმ ყალბ წარმოდგენებს, რომლებსაც თქვენ უწოდებთ ხელოვნებას. და ეს პასუხი ხდება მისი დასასრულის დასაწყისი მარჯანიშვილის თეატრშიც. მაგრამ ეროსი არ ჩერდება. ის აგრძელებს თავის ბრძოლას, თავისი გზით, თავისი ხელოვნებით. და ის იცის, მალე მოვა დრო, როცა ის დაწერს ყველაფერს და მთელი სამყარო გაიგებს, რა ფასი გადაიხადა ერთმა ადამიანმა, რომელიც უარი თქვა მორჩილებაზე და არჩია სიმართლე. 1970 წლის შემოდგომაზე ეროსი მანჯგალაძე იწყებს ლაპარაკს რაღაცაზე, რაც აშფოთებს ყველას, ვინც მას ისმენს. ის ამბობს, რომ ლირის როლი არის წყევლა, რომელიც დევს რუსთაველის თეატრზე და რომ ყველა, ვინც ითამაშა ლირს არასწორად, გადაიხდის ფასს. ის იწყებს ისეთი რამის ხსენებას, რაც ჟღერს როგორც მისტიკა, მაგრამ რაც მისთვის არის აბსოლუტური სიმართლე. ეროსი მითხრა ერთხელ იხსენებს გიორგი ჯავახიშვილი, რეჟისორი, რომელიც იმ დროს მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, რომ ის ხედავს ძველ ქართულ წიგნში ნაწერს, სადაც ნათქვამია, ის, ვინც მოიპარავს სხვის იბედისწერას, დაკარგავს საკუთარს. ის სჯეროდა, რომ რამაზ ჩხიკვაძემ მოიპარა მისი ბედისწერა, როცა აიღო ლირის როლი, და რომ ამის გამო რამაზი არასოდეს იქნება ნამდვილად ბედნიერი, არასოდეს იქნება მშვიდი თავის სულში. ეროსი იწყებს ტარებას პატარა ტილოს ჩანთას, რომელშიც ინახება ძველი ქართული ლოცვა, რომელიც, მისი თქმით, დაწერილია მე-16 საუკუნეში და რომელიც იცავს მას ბოროტი თვალისგან. ის ასევე იწყებს ყოველ დილას, სანამ თეატრში წავა, 3 წრის გავლას თავისი სახლის გარშემო, რადგან მისი თქმით ეს არის ძველი ქართული რიტუალი, რომელიც იცავს ადამიანს მტრების ინტრიგებისგან. ჩვენ ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ეროსი, ამბობს ლალი ბადურაშვილი. ის იწყებდა ლაპარაკს ისეთ რამეებზე, რომლებიც ჟღერდა როგორც ჯადოქრობა, როგორც მისტიკა, მაგრამ მისთვის ეს იყო ლოგიკური, ეს იყო ნამდვილი. ის ამბობდა, თქვენ არ გესმით, რადგან თქვენ არ გაქვთ ის, რაც მე მაქვს, უნარი, რომ ვხედავ ის, რაც დამალულია. და შესაძლოა ის მართალი იყო, შესაძლოა ის ნამდვილად ხედავდა რაღაცას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. 1977 წლის ზამთარში ეროსი აცხადებს რაღაცას, რაც ხდება ლეგენდა თბილისის თეატრალურ წრეებში. ის ამბობს, რომ ლირის როლი მოვა ჩემთან უკან, რადგან ის არის ჩემი და ის იცის ამას. ის ამბობს, რომ ის ხედავს სიზმრებში ლირს, რომელიც ეუბნება, მოითმინე, ეროსი, მოითმინე, დრო მოვა, როცა შენ ითამაშებ მე და მთელი სამყარო დაინახავს, ვინ იყო ნამდვილი მეფე. ეს სიტყვები აღწევს რამაზ ჩხიკვაძემდე და რამაზი, რომელიც იმ დროისთვის უკვე არის ქართული თეატრის უდავო მეფე, პირველად გრძნობს რაღაცას, რასაც ის არასოდეს გრძნობდა, შიშს. არა შიშს ეროსისგან, არამედ შიშს იმისგან, რომ შესაძლოა ეროსი მართალი იყოს, შესაძლოა ის ნამდვილად იყო ნამდვილი ლირი და ის რამაზი იყო მხოლოდ ადამიანი, რომელმაც ითამაშა როლი, მაგრამ არასოდეს იცხოვრა იგი. და ეს შიში იწყებს ღრნას რამაზის სულში, იწყებს ცვლილებას მისი დამოკიდებულებისა ეროსისადმი. ის აღარ არის უბრალოდ კონკურენტი, ის ხდება მოჩვენება, რომელიც დევს რამაზის ყოველ ტრიუმფზე, ყოველ აპლოდისმენტზე, ყოველ ღიმილზე. მაგრამ რა მოხდება, როცა ეს ორი ადამიანი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს? როცა ბედი მათ აიძულებს, რომ იყვნენ ერთ სივრცეში, ერთ დროში, ერთ მომენტში? და რა სიმართლე გამოვა მაშინ, როცა ყველა ნიღაბი ჩამოواردება და დარჩება მხოლოდ ორი ადამიანი, ერთი, რომელმაც მოიგო ყველაფერი, და მეორე, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს დაკარგა თავისი სიმართლე.
1970 წლიდან ეროსი მანჯგალაძე იწყებს ისეთი რამის კეთებას, რაც მისი ახლობლებისთვის ხდება საშფოთი, ის იწყებს თავისი არქივის განადგურებას. არა მთლიანად, არამედ შერჩევით ის სწავს ზოგიერთ წერილს, ზოგიერთ ფოტოს, ზოგიერთ დოკუმენტს, რომელიც მისი თქმით ძალიან საშიშია რომ დარჩეს. მე ვნახე ის ერთხელ როგორ წვავდა ქაღალდებს თავის ეზოში, იხსენებს ნინო გოგოლაძე. ეს იყო ღამე და მე გავიღვიძე კვამლის სუნით. გავიხედე ფანჯრიდან და ვნახე ეროსი, როგორ იდგა პატარა ცეცხლის წინ და აგდებდა ქაღალდებს ცეცხლში. მე გავიქეცი და ვკითხე, ეროსი რას აკეთებ და მან მითხრა, მე ვანადგურებ მტკიცებულებებს. არის რამდენიმე რამ, რაც არავინ უნდა იცოდეს, რადგან ეს დააზიანებს არა მხოლოდ მე, არამედ სხვებსაც. მე ვკითხე, რა მტკიცებულებები, მაგრამ ის არ უპასუხა, უბრალოდ აგრძელა წვას. მისი ახლობლები ცდილობენ გაიგონ, რა სწავს ის, მაგრამ ეროსი არ ამბობს. ის ინახავს ამ საიდუმლოებას და ეს საიდუმლოება ხდება კიდევ ერთი ფენა იმ რთულ, მრავალშრიან პიროვნებაში, რომელიც ის არის. მაგრამ არის ერთი დოკუმენტი, რომელსაც ეროსი არ წვავს, ის წერილი, რომელიც ის დაწერა რამაზ ჩხიკვაძეს 1974 წელს და რომელიც ის ინახავს ყვითელ კონვერტში, რომელზეც ნაწერია, არასოდეს არ გახსნათ. ეს წერილი არის მისი უდიდესი საგანძური და მისი უდიდესი ტვირთი, ის არის მტკიცებულება იმისა, რომ ის იცოდა სიმართლე, რომ ის გრძნობდა ტკივილს, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს ის, რაც მისი იყო. და ეს წერილი, რომელიც დარჩება დახურული 10 წლეულების განმავლობაში, ერთ დღეს გახდება ბომბი, რომელიც აფეთქდება და შეცვლის ყველაფერს, შეცვლის ისტორიას, შეცვლის მეხსიერებას, შეცვლის იმას, თუ როგორ ვიხსენებთ ამ ორგენიოს და მათ ურთიერთობას. მაგრამ ახლა 1970 წელს ეს წერილი ჯერ კიდევ არის დახურული და ეროსი ჯერ კიდევ ინახავს მას, როგორც თავის უკანასკნელ იარაღს, როგორც თავის უკანასკნელ იმედს, რომ ერთ დღეს სიმართლე გამოვა და ყველა გაიგებს, ვინ იყო ნამდვილი ლირი. 1977 წლის გაზაფხული. ეროსი მანჯგალაძე მუშაობს მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ მისი პოზიცია იქაც ხდება უფრო და უფრო არასტაბილური. მისი ჩრდილოვანი სპექტაკლები, მისი უცნაური ქცევა, მისი საჯარო განცხადებები წყევლის შესახებ, ყველაფერი ეს აშფოთებს თეატრის ადმინისტრაციას და ისინი ეძებენ გზას, როგორ მოიშორონ ის. და მაშინ ხდება რაღაც, რაც ხდება საბოლოო დარტყმა ეროსისთვის, ის ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა ყველაზე მეტად ამ უკანასკნელ წლებში, ნინო ქიქოძე, ჟურნალისტი, რომელიც იყო მისი მოკავშირე, მისი ხმა, მისი მხარდამჭერი, ღალატობს მას. ნინო ქიქოძე, რომელიც ყველა ამ წლის განმავლობაში წერდა სტატიებს ეროსის მხარდასაჭერად, რომელიც იყო მისი საიდუმლო შეყვარებული, რომელიც იცოდა ყველა მისი საიდუმლოება, უეცრად წერს სტატიას, რომელშიც ამბობს, ეროსი მანჯგალაძე არის ნიჭიერი მსახიობი, მაგრამ ის ასევე არის ადამიანი, რომელიც დაკარგა კავშირი რეალობასთან. მისი ბოლო წლების ქცევა აჩვენებს, რომ ის საჭიროებს დახმარებას, არა სცენას. ეს სტატია გამოდის 1977 წლის აპრილში და ის არის ისეთი დარტყმა ეროსისთვის, რომელსაც ის არასოდეს ელოდა. ის კითხულობს ამ სტატიას და გრძნობს, როგორ იშლება რაღაც მის შიგნით, არა გული, რადგან გული უკვე გატეხილია, არამედ ის უკანასკნელი რწმენა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მას ესმის, რომელიც მას უჭერს მხარს. ეროსი მოვიდა ჩემთან იმ დღეს, იხსენებს ლალი ბადურაშვილი. ის ხელში უჭირა ჟურნალი და მითხრა, წაიკითხე ეს. მე წავიკითხე და ვნახე, რომ ეს იყო ნინოს სტატია. ეროსი იჯდა ჩემს წინ და ტიროდა, არა ხმამაღლა, არა ისტერიკულად, უბრალოდ ცრემლები მიედინებოდა მის სახეზე და ის ამბობდა, ის იყო ერთადერთი, ვინც მჯეროდა. ის იყო ერთადერთი, ვინც მესმოდა. და ახლა ის ამბობს, რომ მე გიჟი ვარ. თუ ის ამბობს ამას, მაშინ ვინ დამიჯერებს? მოგვიანებით გაირკვა, რომ ნინო ქიქოძეს აიძულეს ამ სტატიის დაწერა. ჟურნალის რედაქტორმა, რომელიც იყო ახლო მეგობარი ვერიკო ანჯაფარიძისა, უთხრა მას, ან შენ წერ ამ სტატიას, ან შენ კარგავ სამსახურს. ნინო, რომელსაც ჰყავდა 2 პატარა შვილი და რომელიც საჭიროებდა ამ სამსახურს, გააკეთა არჩევანი, ის დაწერა სტატია, რომელიც გადაარჩინა მის კარიერას, მაგრამ გაანადგურა ეროსის უკანასკნელი იმედი. ეს იყო საბოლოო ღალატი, ამბობს გიორგი ჯავახიშვილი. ეროსიმ გადაიტანა ბევრი რამ, ის გადაიტანა ლირის როლის დაკარგვა, ის გადაიტანა კოტე მახარაძის ღალატი, ის გადაიტანა თეატრალური ელიტის უგულებელყოფა. მაგრამ ნინოს ღალატი იყო ის, რაც საბოლოოდ გატეხა მას. რადგან ნინო იყო არა მხოლოდ მისი მოკავშირე, ის იყო ადამიანი, რომელსაც ის უყვარდა, რომელსაც ის ენდობოდა თავისი სულით. და მას შემდეგ ეროსი აღარასოდეს ისაუბრა ნინოსთან. ის აღარასოდეს უპასუხა მის ზარებს, აღარასოდეს გახსნა მისი წერილები. ის წაშალა ის თავისი ცხოვრებიდან როგორც ადამიანი, რომელიც არასოდეს არსებულა.
მაგრამ ეს ღალატი ასევე გააძლიერა ეროსის გადაწყვეტილება, ის დაწერდა თავის მემუარებს, ის გაამხელდა ყველა სიმართლეს და ამჯერად ის არ ენდობოდა არავის, ის ენდობოდა მხოლოდ ქაღალდს, რომელზეც ის წერდა და იმ სიტყვებს, რომლებიც ერთ დღეს გახდებოდა მისი მემკვიდრეობა. 1967 წლის ზაფხული. ეროსი მანჯგალაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი აზრით იქნება მისი უკანასკნელი შანსი. ის წერს წერილს რუსთაველის თეატრის ახალ დირექტორს, რომელიც ახლახან დაინიშნა ალექსანდრე წუწუნავას ნაცვლად და სთხოვს მას ერთ რამეს, მომეცით შანსი, რომ ვითამაშო ლირი. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთი წარმოდგენა და მე გაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ლირი. ეს წერილი არის ისეთი თავმდაბალი, ისეთი სავსე იმედით, რომ ისავლენს ეროსის ნამდვილ მდგომარეობას, ის აღარ არის ამბიციური მსახიობი, რომელიც მოითხოვს თავისუფლებებს, ის არის დაღლილი ადამიანი, რომელიც ევედრება ერთ უკანასკნელ შანსს. დირექტორი, რომელიც არის ახალგაზრდა პროგრესული ადამიანი და რომელიც არ არის ნაწილი ძველი თეატრალური ელიტისა, კითხულობს ამ წერილს და გრძნობს თანაგრძნობას. ის იძლევა პასუხს, ეროსი, მე მესმის თქვენი სურვილი და მე მინდა მოგცეთ ეს შანსი. მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ. ეროსი მიდის ამ შეხვედრაზე სავსე იმედით, სავსე რწმენით, რომ ახლა, საბოლოოდ, მოვა მისი დრო. მაგრამ როცა ის შედის დირექტორის ოფისში, ის ხედავს იქ კიდევ ორ ადამიანს, ვერიკო ანჯაფარიძეს და რამაზ ჩხიკვაძეს. ეს იყო დაგეგმილი, ამბობს ელენე ხუციშვილი, რომელიც იმ დროს მუშაობდა რუსთაველის თეატრში. ვერიკომ და რამაზმა გაიგეს ეროსის წერილის შესახებ და ისინი მოვიდნენ დირექტორთან და უთხრეს, თუ შენ მისცემ ეროსის ლირის როლს, ეს იქნება კატასტროფა. ის არ არის სტაბილური, ის არ არის კონტროლირებადი, ის დაანგრევს სპექტაკლს. და დირექტორი, რომელიც იყო ახალი და რომელიც არ იცოდა როგორ ებრძოლა ამ ძველ, ძლიერ ფიგურებს დანებდა. როცა ეროსი შედის ოფისში და ხედავს ვერიკოს და რამაზს, ის მაშინვე ესმის, ეს არის დასასრული. დირექტორი ეუბნება მას, ეროსი, მე ვაფასებ თქვენს ნიჭს, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ვერ მოგცემთ ლირის როლს. შესაძლოა მომავალში. მაგრამ ეროსი აღარ ისმენს. ის დგება, უყურებს რამაზს, უყურებს ვერიკოს და ამბობს, თქვენ მოიგეთ. თქვენ მოიგეთ ყველაფერი. მაგრამ თქვენ ვერასოდეს მოიგებთ ისტორიას. რადგან ისტორია იცის სიმართლეს და ერთ დღეს ყველა გაიგებს, ვინ იყო ნამდვილი ლირი. და ის გადის ოფისიდან და ეს არის ბოლო დრო, როცა ეროსი მანჯგალაძე ოდესმეს თხოვს რაიმეს რუსთაველის თეატრს. მას შემდეგ ის აღარასოდეს დაბრუნდება იქ, აღარასოდეს ილაპარაკებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჩამოართვეს მისი ოცნება. მაგრამ ის დაიწყებს წერას, ის დაიწყებს თავისი მემუარების წერას და ამ მემუარებში ის დაწერს ყველაფერს, ყველა სიმართლეს, ყველა ტკივილს, ყველა ღალატს. და ეს მემუარები გახდება მისი შურისძიება, მისი გამარჯვება, მისი მემკვიდრეობა. რადგან ეროსი მანჯგალაძე იცის ერთ რამეს სცენაზე ის დამარცხდა, მაგრამ ისტორიაში ის გაიმარჯვებს. და ეს გამარჯვება იქნება უფრო ძლიერი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი აპლოდისმენტი, რომელიც მას არასოდეს მიუღია. 1984 წლის გაზაფხულზე, როცა ეროსი მანჯგალაძე უკვე იყო 62 წლის, მისი პირადი არქივის დალაგებისას აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ყველა ამ წლის განმავლობაში იყო დამალული ძველ ტყავის პორტფელში, ხელშეკრულება, რომელიც ის ხელმოაწერა 1992 წელს, როცა პირველად შევიდა რუსთაველის თეატრში როგორც ახალგაზრდა მსახიობი. ამ ხელშეკრულების მე-14 პუნქტი, რომელიც იყო დაწერილი წვრილი შრიფტით და რომელსაც ეროსი იმ დროს არ მიუქცევია ყურადღება, ამბობდა, მსახიობი ვალდებულია მიიღოს ის როლები, რომლებსაც თეატრის ხელმძღვანელობა მიაჩნევს შესაფერისად მისი ტიპაჟისთვის და შესაძლებლობებისთვის და არ აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული როლები, რომლებიც უკვე განაწილებულია სხვა მსახიობებზე. ეს პუნქტი, რომელიც ჟღერდა როგორც უბრალო ადმინისტრაციული ფორმალობა, სინამდვილეში იყო ბორკილი, რომელიც აკავშირებდა ეროსის ხელებს მთელი მისი კარიერის განმავლობაში. ის არ შეეძლო ოფიციალურად გაესაჩივრებინა ლირის როლის განაწილება, რადგან ხელშეკრულება ამბობდა, რომ ეს იყო თეატრის უფლება, არა მისი. როცა ეროსიმ ეს დოკუმენტი ხელახლა წაიკითხა 30 წლის შემდეგ, იხსენებს თამარ ბერიძე, რომელიც იმ დროს იყო ეროსის ახლო მეგობარი და რომელიც ეხმარებოდა მას არქივის დალაგებაში. ის იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და კითხულობდა ამ პუნქტს ისე, თითქოს პირველად ხედავდა. შემდეგ ის თქვა, თამარ, შენ ხედავ ამას? ეს არის ის, რაც მათ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც მათ აძლევდა იურიდიულ უფლებას, რომ მეთქვათ, შენ არ შეგიძლია მოითხოვო ლირი, რადგან ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, არა შენი. მე ხელი მოვაწერე საკუთარ ციხეს, როცა 21 წლის ვიყავი და არაფერი ვიცოდი.
ეროსიმ ამ დოკუმენტის ასლი გააკეთა და ჩასვა თავის მემუარებში, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სისტემა იყო აგებული ისე, რომ ნიჭიერი, მაგრამ არამორჩილი მსახიობები ყოველთვის რჩებოდნენ ჩრდილში, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა. ეს აღმოჩენა აძლიერებდა ეროსის რწმენას, რომ მისი ბრძოლა არ იყო უბრალოდ პირადი ამბიცია, ეს იყო ბრძოლა სისტემასთან, რომელიც აკონტროლებდა ხელოვანების ბედს არა ნიჭის, არამედ მორჩილების საფუძველზე. და ახლა როცა ის წერდა თავის მემუარებს, ის იცოდა, ეს წიგნი იქნება არა მხოლოდ მისი ისტორია, არამედ ყველა იმ მსახიობის ისტორია, რომლებიც ოდესმე იყვნენ მსხვერპლი ამ სისტემისა. მაგრამ ვინ კიდევ იყო ამ სისტემის ნაწილი? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს წესები და რომლებმაც გამოიყენეს ისინი, რომ აიკონტროლებინათ ისეთი ნიჭიერი ადამიანები, როგორიც იყო ეროსი? და რა მოხდებოდა, თუ ეს სიმართლე გახდებოდა საჯარო? 1985 წლის შემოდგომა. ეროსი მანჯგალაძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე თითქმის დაასრულა თავისი მემუარების წერა, იღებს მოულოდნელ მოწვევას მედია ჯაფარიძე, ქართული თეატრის ლეგენდა, რომელიც ყოველთვის იყო ჩუმი მხარდამჭერი ეროსისა, მას სთხოვს შეხვედრას. ისინი ხვდებიან მედიას სახლში, პატარა ბინაში საბურთალოზე, სადაც კედლებზე ეკიდა ძველი თეატრალური ფოტოები და სადაც ჰაერში იყო ძველი წიგნების სუნი. მედია, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო 90 წლის, მაგრამ რომლის თვალები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ იმ სიმკვეთრეს, რომელიც მას ჰქონდა სცენაზე, ეუბნება ეროსის, მე ვიცი, რომ შენ წერ მემუარებს. მე ვიცი, რომ შენ აპირებ ყველაფრის თქმას. და მე მინდა გითხრა რაღაც, რაც არავინ იცის, რაღაც, რაც შენ უნდა იცოდე, სანამ ეს წიგნი გამოვა. ეროსი ისმენს და მედია იწყებს საუბარს, ის ამბობს, რომ 1974 წელს, როცა გადაწყდა ლირის როლის განაწილება, ის, მედია, ცდილობდა ებრძოლა ამ გადაწყვეტილებისთვის. ის წავიდა ვერიკო ანჯაფარიძესთან და უთხრა, ვერიკო, ეროსი არის ნამდვილი ნიჭი, ის არის ის, ვინც უნდა ითამაშოს ლირი. რამაზი არის შესანიშნავი მსახიობი, მაგრამ ეროსი არის გენიოსი. მაგრამ ვერიკომ უპასუხა, მედია, შენ არ ესმის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოდის ზემოდან, პარტიიდან. მათ სჭირდებათ რამაზი, რადგან რამაზი არის კონტროლირებადი, პროგნოზირებადი. ეროსი არის ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან არაპროგნოზირებადი. და ამ დროს, როცა ყველაფერი უნდა იყოს კონტროლირებადი, ჩვენ ვერ ავიღებთ რისკს. ეს იყო პირველად, როცა მე გავიგე, ამბობს ეროსი მოგვიანებით თავის მემუარებში, რომ ჩემი დამარცხება არ იყო მხოლოდ თეატრალური ინტრიგა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო სისტემა, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ სცენას, არამედ ჩვენს ცხოვრებებს, ჩვენს ოცნებებს, ჩვენს ბედს. და მედია, რომელიც ყოველთვის იყო ჩუმი, რომელიც არასოდეს ლაპარაკობდა ხმამაღლა, ის იყო ერთადერთი, ვინც ცდილობდა ჩემთვის ბრძოლას, მაგრამ ვინც ვერ შეძლო, რადგან სისტემა იყო ძალიან ძლიერი. მედია ასევე უამბობს ეროსის, რომ რამაზ ჩხიკვაძე არ იყო ბოროტი ადამიანი, ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც აირჩია გადარჩენა, რომელიც აირჩია თამაში იმ წესებით, რომლებიც სისტემა აწესებდა. რამაზი იცოდა, რომ შენ იყავი უკეთესი ლირი, ამბობს მედია, მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის უარს იტყოდა ამ როლზე, ეს დაასრულებდა მის კარიერასაც. და ის აირჩია თავისი კარიერა, არა სამართლიანობა. ეს არის ის, რაც ადამიანები აკეთებენ, როცა სისტემა აიძულებს მათ არჩევანს. ეს საუბარი ცვლის რაღაცას ეროსის შიგნით, ის იწყებს გაგებას, რომ მისი მტერი არ იყო მხოლოდ რამაზი, არ იყო მხოლოდ ვერიკო, არ იყო მხოლოდ კოტე ან ნინო. მისი მტერი იყო სისტემა, რომელიც აკონტროლებდა ყველას, რომელიც აიძულებდა ადამიანებს, რომ ეღალატათ ერთმანეთისთვის, რომ ეთამაშათ თამაში, სადაც გამარჯვებული იყო არა ყველაზე ნიჭიერი, არამედ ყველაზე მორჩილი. და ეს გაგება ხდება მისი მემუარების ძირითადი თემა. ეს არ არის წიგნი შურისძიების შესახებ, ეს არის წიგნი სისტემის შესახებ, რომელიც ანგრევს ნიჭიერ ადამიანებს და რომელიც უნდა შეიცვალოს. 1986 წლის ზამთარში ეროსი მანჯგალაძე იღებს წერილს ბანკიდან, წერილს, რომელიც ამბობს, რომ მისი საბანკო ანგარიში, სადაც ის ინახავდა თავის მთელი ცხოვრების დანაზოგს, თანხას, რომელიც შეგროვდა 90 წლის განმავლობაში მუშაობით სხვადასხვა თეატრებში, არის დაბლოკილი ადმინისტრაციული შემოწმების გამო. ეს თანხა, რომელიც იყო დაახლოებით 30,000 მანეთი, დიდი თანხა იმ დროისთვის, იყო ეროსის ერთადერთი უსაფრთხოება, ერთადერთი რამ, რაც მას ჰქონდა მომავლისთვის. ეროსი მიდის ბანკში და ცდილობს გაიგოს რა ხდება, მაგრამ ბანკის თანამშრომლები ამბობენ მას, ეს არის ინსტრუქცია ზემოდან, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ეროსი ცდილობს გაიგოს, ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, მაგრამ არავინ უპასუხებს. ის ცდილობს დაუკავშირდეს იურისტებს, მაგრამ ყველა იურისტი, რომელსაც ის უკავშირდება, ამბობს, ეს არის ძალიან რთული საქმე, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
ეს იყო კიდევ ერთი დარტყმა, წერს ეროსი თავის მემუარებში. მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო გზა, რომ მე დამეშინებინათ, რომ მე დამეჩუმებინათ. ვიღაც იცოდა, რომ მე ვწერდი მემუარებს, ვიღაც იცოდა, რომ მე აპირებდი სიმართლის გამოქვეყნებას და ისინი ცდილობდნენ ჩემი შეჩერებას ერთადერთი გზით, რომელიც მათ ჰქონდათ, ფინანსური ზეწოლით. მოგვიანებით 1987 წელს, როცა საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა და ბევრი რამ იცვლებოდა, ეროსის ანგარიში განიბლოკა, მაგრამ თანხა, რომელიც იქ იყო, აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ 5,000 მანეთი, დანარჩენი 25,000 უბრალოდ გაქრა. ბანკი ამბობდა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ეროსი იცოდა სიმართლე, ეს იყო ქურდობა, ეს იყო გზა, რომ მას ჩამოერთვათ ის, რაც მას ჰქონდა. მე არასოდეს გავიგე, ვინა იყო ეს ფული, წერს ეროსი. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძალაუფლება, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები, რომლებსაც შეეძლოთ ერთი ტელეფონის ზარით შეეცვალათ ადამიანის ბედი. და ეს არის ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, სისტემა, სადაც ძალაუფლება იყო ყველაფერი და სამართლიანობა არაფერი. ეს ინციდენტი ასევე შევიდა მის მემუარებში, როგორც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებდა სისტემა ყველა შესაძლო საშუალებას, რომ დაეჩუმებინა ის ხმები, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის თქმას. მაგრამ ეროსი არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა წერას, აგრძელებდა ბრძოლას, რადგან ის იცოდა, ეს წიგნი იყო მისი ერთადერთი იარაღი, ერთადერთი გზა, რომ ის დაეტოვებინა რაღაც ამ სამყაროში, რაღაც, რაც იტყოდა, მე ვიყავი აქ, მე ვიბრძოდი და მე არ დავნებდი. 1987 წლის გაზაფხული. ეროსი მანჯგალაძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე არის 64 წლის, საბოლოოდ ასრულებს თავის მემუარებს. წიგნი, რომელსაც ის უწოდებს ჩრდილოვანი ლირი, ერთი მსახიობის აღსარება, არის 240 გვერდის სიმართლისა, ტკივილისა და ბრძოლის ისტორიისა. ის მიდის გამომცემლობაში, მაგრამ პირველი 3 გამომცემლობა უარს ეუბნება წიგნის გამოცემაზე. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური მასალა, რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მაგრამ მეოთხე გამომცემლობა, პატარა და მოუკიდებელი გამომცემლობა, რომელსაც ჰქვია მერანი, თანახმა ხდება. მათი რედაქტორი ახალგაზრდა ქალი სახელად ნინო, არა ის ნინო ქიქოძე, რომელიც ღალატობდა ეროსის, არამედ სხვა ნინო, კითხულობს მანუსკრიპტს და ამბობს, ეს არის ის წიგნი, რომელიც საქართველოს სჭირდება. ეს არის წიგნი, რომელიც აჩვენებს რა ფასი გადაიხადეს ხელოვანებმა საბჭოთა სისტემაში. ჩვენ გამოვცემთ მას. 1988 წლის შემოდგომაზე წიგნი გამოდის. პირველი ტირაჟი არის მხოლოდ 2,000 ეგზემპლარი, მაგრამ ეს 2,000 ეგზემპლარი იყიდება ერთ კვირაში. ხალხი კითხულობს ამ წიგნს და შოკშია. ისინი კითხულობენ იმ სიმართლეს, რომელიც იყო დამალული 10 წლეულების განმავლობაში. ისინი კითხულობენ იმ ტკივილს, რომელიც ერთმა ადამიანმა გადაიტანა. ისინი კითხულობენ იმ სისტემის შესახებ, რომელიც აკონტროლებდა მათ ცხოვრებებს. რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე არის ქართული თეატრის ცოცხალი ლეგენდა, კითხულობს ამ წიგნს და პირველად თავის ცხოვრებაში გრძნობს რაღაცას, რასაც ის არასოდეს გრძნობდა, სირცხვილს. ის კითხულობს იმ სიტყვებს, რომლებიც ეროსიმ დაწერა მის შესახებ. რამაზ ჩხიკვაძე ეშინოდა ჩემი ლირისი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ჩრდილისა და ის იცის, რომ ეს არის სიმართლე. რამაზი იძლევა ინტერვიუს, სადაც ამბობს, ეროსი მანჯგალაძე იყო დიდი მსახიობი და მე ვწუხარ, რომ მან ასე იგრძნო. მაგრამ ის, რაც მოხდა, იყო არა ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო თეატრის გადაწყვეტილება, ეს იყო სისტემის გადაწყვეტილება. მე ვითამაშე ლირი, რადგან მე მითხრეს, რომ ეს იყო ჩემი როლი. მაგრამ შესაძლოა ეროსი მართალი იყო, შესაძლოა ის იყო უკეთესი ლირი. ეს ინტერვიუ არის პირველი და ერთადერთი დრო, როცა რამაზ ჩხიკვაძე აღიარებს, რომ ეროსი შესაძლოა მართალი იყო. და ეს აღიარება არის ის, რაც ეროსი ელოდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. არა აპოლოგია, არამედ აღიარება, რომ მისი ტკივილი იყო ნამდვილი, რომ მისი ბრძოლა იყო გამართლებული. მაგრამ ეროსი არ ისმენს ამ ინტერვიუს. რადგან 1988 წლის ოქტომბერში, 2 თვის შემდეგ მისი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ეროსი მანჯგალაძე ტოვებს ამ სამყაროს მშვიდად, თავის წილში, თავის პატარა სახლში ვერაზე. ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე მოდის ასობით ადამიანი, მსახიობები, რეჟისორები, უბრალო ხალხი, რომლებმაც წაიკითხეს მისი წიგნი და რომლებმაც გაიგეს, ვინ იყო ეს ადამიანი. რამაზ ჩხიკვაძე ასევე მოდის და ის დგას საფლავთან და ტირის არა მხოლოდ ეროსისთვის, არამედ იმ ყველაფრისთვის, რაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ, თუ სისტემა არ აიძულებდა მათ, რომ ყოფილიყვნენ მტრები. მედია ჯაფარიძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე თითქმის ვერ დადის, მოდის ეროსის საფლავთან და აკრის იქ თეთრ ვარდებს, იმ ვარდებს, რომლებიც ეროსი უყვარდა. ის ამბობს, ეროსი, შენ იყავი ნამდვილი ლირი. შენ იყავი ის, ვინც უნდა ყოფილიყო სცენაზე.
მაგრამ ახლა შენ ხარ ისტორიაში და ისტორია არასოდეს დაგივიწყებს. ეროსის წიგნი ჩრდილოვანი ლირი ხდება ბესტსელერი საქართველოში. ის გადაიბეჭდება 5-ჯერ, ის ითარგმნება რუსულ ენაზე და ის ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ იყო ცხოვრება ხელოვანებისთვის საბჭოთა სისტემაში. 1989 წელს რუსთაველის თეატრი აკეთებს რაღაცას, რაც არასოდეს გაუკეთებია, ისინი დგამენ სპექტაკლს ლირის მეფე და ამჯერად მთავარ როლში არის არა რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ამ დროისთვის უკვე ძალიან ასაკოვანია რომ ითამაშოს, არამედ ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თამაშობს ლირს ზუსტად ისე, როგორც ეროსი აპირებდა, მუქად, ტრაგიკულად, ღრმად. და ამ სპექტაკლს უძღვნიან ეროსი მანჯგალაძის მეხსიერებას. პრემიერაზე პირველ რიგში ცარიელის სკამი დგას, ის სკამი, სადაც ეროსი უნდა ჯდომოდა, თუ ის ცოცხალი იქნებოდა. და როცა სპექტაკლი მთავრდება, მთელი დარბაზი დგება და აპლოდირებს არა მხოლოდ მსახიობს, არამედ იმ ადამიანს, რომელიც არასოდეს მიიღო ეს აპლოდისმენტები, მაგრამ რომელიც იმსახურებდა მათ უფრო ვიდრე ვინმე სხვა. რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ასევე არის იმ პრემიერაზე, ტირის. ის ტირის, რადგან ის ხედავს იმას, რაც ეროსი ხედავდა, ის ხედავს, რომ ეროსის ლირი, ის ლირი, რომელიც არასოდეს ყოფილა სცენაზე, ახლა არის აქ და ის არის უფრო ძლიერი, უფრო ნამდვილი, ვიდრე ნებისმიერი ლირი, რომელიც ოდესმე ითამაშა. და ამ მომენტში რამაზი ესმის, ეროსი გაიმარჯვა. არა სცენაზე, არამედ ისტორიაში. არა აპლოდისმენტებით, არამედ სიმართლით. არა როლით, არამედ მემკვიდრეობით. მაგრამ რჩება ერთი კითხვა, რომელსაც არავინ შეძლებს პასუხის გაცემას, რა იქნებოდა, თუ ეროსი მანჯგალაძეს მისცემდნენ ლირის როლს 1974 წელს? როგორ შეიცვლებოდა ქართული თეატრის ისტორია? როგორ შეიცვლებოდა ეროსის ცხოვრება? და ყველაზე მთავარი, როგორ შეიცვლებოდა რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრება, თუ ის არ იქნებოდა ადამიანი, რომელმაც მოიპარა სხვისი როლი? შესაძლოა, ეროსი იქნებოდა დიდი ვარსკვლავი, შესაძლოა, ის იქნებოდა ლეგენდა. მაგრამ შესაძლოა ის არასოდეს დაწერდა ჩრდილოვან ლირს წიგნს, რომელიც გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სპექტაკლი. შესაძლოა, მისი ტკივილი, მისი ბრძოლა, მისი უარი მორჩილებაზე, ყველაფერი ეს იყო ის, რაც მას გახადა ნამდვილად დიდად, არა როლები, რომლებიც მას არასოდეს მისცეს. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი გაკვეთილი ამ ისტორიისა, რომ სიდიადე არ არის ყოველთვის ის, რასაც ჩვენ ვიღებთ, არამედ ის, თუ როგორ ვებრძვით იმისთვის, რაც ჩვენ გვჯერა. რომ ისტორია იხსენებს არა მხოლოდ გამარჯვებულებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც არასოდეს დანებდნენ, თუნდაც მთელი სამყარო ყოფილიყო მათ წინააღმდეგ. ეროსი მანჯგალაძე არასოდეს ითამაშა ლირს სცენაზე. მაგრამ ის იცხოვრა ლირად, ტრაგიკულად, ღრმად, ნამდვილად. და ეს, შესაძლოა, არის უფრო დიდი მიღწევა, ვიდრე ნებისმიერი აპლოდისმენტი. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ეროსი მანჯგალაძეზე? იყო თუ არა ის მსხვერპლის სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა ხელოვანების ბედს, თუ შესაძლოა, ის თავად იყო ნაწილობრივ პასუხისმგებელი თავის ბედზე, რადგან არ შეეძლო კომპრომისი. გახსოვთ თუ არა ის თქვენს ქალაქში, თქვენს თეატრში. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცით თუ არა მის შესახებ, ახსოვს თუ არა მისი ხელოვნება. დააწექით ლაიქს ამ ნამდვილი ისტორიისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ქართული კულტურის ოქროს ხანა, მაგრამ რომელთა ნამდვილი ისტორიებიც დარჩა დამალული 10 წლეულების განმავლობაში.